უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოусმინეს, რომელმაც პასუხები გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე. შეკითხვები ეხებოდა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასა და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხს. მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი ნაწილი დევნილთა წინაშე წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხებოდა. დისკუსიაში ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მკვიდრთათვის გამარტივებული გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებზე. ძირითადად შეკითხვებიც და პასუხები შეეხებოდა დისკუსია ასევე დევნილთა განსახლების პრობლემას, დევნილთა მცირეფასიანი რემონტები, ბინების რემონტი, სხვადასხვა დახმარებები, სოციალური დახმარებები, ასევე დევნილების პრობლემა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ეს ძალიან მწვავე პრობლემაა და დღეს განსაკუთრებით ეს პრობლემა უკიდურესად გამწვავებულია. დგას ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი და ბევრი სხვა თემა, რაც უაღრესად აქტუალურია და ამასთან დაკავშირებით გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. მოსმენილი ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ, ძირითადად გაეცა ძალიან კრიტიკულ შეკითხვებს პასუხი. მაგრამ რჩება საკითხები, რომლის შესახებ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ შემოდგომისათვის ბატონი ფაცაცია, როგორც მინისტრი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და უკვე ანგარიშის სახით მოგვაწოდის დანარჩენ ინფორმაციას. მე მინდა მადლობა მოუხადო უმაღლეს საბჭოს, მადლობა იმისთვის, რომ ზოგადად ის კრიტიკული კითხვები და კითხვები, რაც დაისვა ჩვენ სამისლის მიმართებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს აწუხებს ჩვენ დევნილებს, ჩვენ მაქსიმალურად ამომწყვრად გავეცით პასუხი და კიდევ ერთხელ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა სააგენტოსთან ერთად, მუნიციპალიტეტებთან, გამერიებთან ერთად, ყველა იმ პრობლემატურ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც დევნილებს ეხება.